პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულთა კიდევ ერთი ჯგუფი პირები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ენვერის საგმეში ფიგურირებდნენ. ჩამონათვალში მოხვდა 9 მსჯავრდებული, მათ შორის არიან შეერაღებული ძალების მფრინავები ტარიელ აბაშიძე და გელა კაკაბაძე და ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე. კიღურაძე დაპატიმრებაში ყოფილ მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს. მფრინავებმა კი დღემდე არ იციან რა გახდა მათი დაკავების რეალური მიზეზი. სამაგიერო დეტალურად იხსენებენ თუ როგორ გადაიღეს მათი აყვანის პროცესი კამერის წინ რამდენჯერმე. ყოფილი მსჯავრდებულები საქმისთვის გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვენ. არავის არასოდეს უსაუბრია ჩემთან ენვერთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი გვარები, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ბიზნესმენი გათავისუფლების შემდეგ ასახელებს. რამდენადაც საკმაოდ მსხვილ საინვესტიციო პროექტს ხელმძღვანელობდი, არ მგონია რომ იმ 3 ადამიანის გარეშე, რომელიც ჩვენს სამშობლოს ხელმძღვანელობდა და მართავდა, ვინმეს ქონოდა ნება, უფლება გადაეწყვიტა ჩემი დაკავების ბედი და იღბალი. ბაკურ კიღურაძეს სპეცოპერაცია ენვერის გახმაურებამდე 3 თვით ადრე დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მის საქმეში აღნიშნული სპეცოპერაცია არ ფიგურირებს, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ენვერის საქმეზე დაკავებულთა სიას ლიდერობს. ფაქტიურად ყველა კონტრდაზვერების თანამშრომელმა მიცეს სრულ ინფორმაცია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის სადაზვერვო სამმართველოსთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ბრალდებული საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი ტარიელ აბაშიძე ტელედაკავების დეტალებს იხსენებს. მე ხელბურკილი დამოდეს, ჩემი უფლებები წამიკითხეს, ამ დროს 2 კამერა მიღებდა და არ მოეწონათ, ალბათ რაღაც არასწორად იყო თუ არ ვიცი. შემდეგ ერთმა ურჩია, რომ არ არის რაკურსი თუ რაღაცა ოპერატორმა რომ ცუდად გადაღებული, ხელბურკილები თავიდან შეეხსენეს, თავიდან რა ქვია წამიკითხეს ჩემი უფლებები, რის რა უფლებები მაქვს. თავიდან გამიკეთეს ხელბურკილი და შემდეგ თავიდან ხელმეორედ მეორეჯერ ჩასვეს მანქანაში. ტელეკამერებზე საუბრობს ენვერის საქმის კიდევ ერთი ყოფილი მსჯავრდებული გელა კაკაბაძე შეიარაღებული ძალების მფრინავი იყო და ტარიელ აბაშიძესთან ერთად აგვისტოს ომში მონაწილეობდა. ორივე მათგანს დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმციკლო სამსახურისთვის სახელმწიფო ჯილდო გადასცა. მითხრეს თქვენ გედებათ ბრალი ჯაშუშობაში და მაშინ დასრულდა ჩემი ყველაფერი რა გითხრათ ესეთი მომენტი ჩემს ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილა ესეთი თითქოს და მიწა გამომიშელა ფეხებში და ჩავარდი მანქანაში ჩასმიზოს ეს არ ვარგა ეს სიუჟეტი არაა კარგიო თავიდან გადავუღოთ მე გამომიყვანეს ესე უკან რისთვის აკეთებდნენ ფილმს იღებდნენ თუ რა იყო მე ვერ გამიგია. ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბესიკ ალადაშვილი ენვერის საქმეს ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გათვლილ PR კამპანიას უწოდებს. ის საქმის არარსებულ მტკიცებულებებსა და მითიურ ჯაშუშებზე საუბრობს, რომელთა უკან ალადაშვილის თქმით ხშირად რეალური ჯაშუშები მოქმედებენ. სანამ საქმე საბოლოოდ შეიკერებოდა, უკვე იქ ჩანდა ის მისი მომზადების პროცესშივე ჩანდა, რომ მტკიცებულებები რეალური არ იყო და ამით უნდათ იმის ჩვენება, რომ თუ მუშაობენ, როგორ მუშაობენ ჩვენი სპეცსამსახურები და როგორ ავლენენ და აკავებენ რუსეთის აგენტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მასშტაბური სპეცოპერაცია ენვერი 2010 წლის შემოდგომაზე ჩაატარა. 15 დაკავებულიდან მაშინ 9 ბრალი არ აღიარა. მათ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულები საქმეზე გრიფის საიდუმლოს მოხსნასა და დეტალების გასაჯაროებას ითხოვენ.